Წამლებით დაავადებული პატიმრების სასჯელ ახსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა საგამოძიებო ორგანოში გადასაგზავნად ახალ მასალებს ამზადებს. არსებობს ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულებს დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ძალით ასმევდნენ. წინასწარი მონაცემებით ეგრეთ წოდებულ ტრანკვილიზატორებს ის პატიმრები იღებდნენ, რომლებზეც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. სავარაუდოდ, ექიმის ნებართვის გარეშე მიღებულმა წამლებმა პატიმრების ნაწილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე მსჯავრდებულის მძიმე დაავადების მიზეზი შესაძლოა სწორედ მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა. ნახეთ მეცხრე არხის ექსკლუზიური რეპორტაჟი. 80-აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი მხოლოდ ერთ მსჯავრდებულს. ასეთი დანიშნულება ძველი ხელისუფლების პირობებში ასეულობით პატიმარს ჰქონდა. ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზის გაზრდა გულისა და კუჭნაწლავის პათოლოგიებს, ნერვულ აშლილობას და უმნარობას იწვევს. ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მსჯავრდებული პაციენტის მონათხრობს გვიყვება. ამბობს, რომ ადმინისტრაციამ პატიმრებისთვის მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიცემა ეგრეთ წოდებული ბუნტის შემდგომ პერიოდში დაიწყო. მეცხრე არხთან საუბარში სიხარულიძე ერთ-ერთი პატიმრის მდგომარეობას აღწერს. Რომ ნახოთ საერთოდ როგორ არის ცოცხალი, ძალიან მიკვირს. ეს არის ტუბერკულოზი, ეს არის გულის პათოლოგიები, ანუ გულსარღვთა სისტემის, კუჭნაწლავის, C-ჰეპატიტი, ტრავმის შემდგომი მიყენებული დაზიანებები წელის არეში, ეს არის თვითდაზიანებები იმ დონემზე, რომ გრძნობელობა არ აქვს კანის, არც კიდურებზე, მუცლის საფარის დაზიანება უმძიმესი. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ რაოდენობის ფსიქოტროპული მედიკამენტების სისტემაში არსებული პრობლემების, არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოტრამვების დასაშლელად გამოიყენებოდა. 2007 წლის შემდეგ დაიწყო ამ ფარმაცევტული საშუალებების მასიური შეტანა პენიტენციარულ სისტემაში, მათი მდგომარეობის ალბათ სტაბილიზაციისათვის. დანიშნულების ფურცლით ხდებოდა ამ მედიკამენტების გამცემა, თუმცა არის ვარაუდი, რომ ეს მედიკამენტები მიეწოდებოდათ არა დანიშნულების ფურცლის მიხედვით. მედიკამენტებზე დამოკიდებულების დასაძლევად სასჯელ ახსრულების სამინისტრომ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. მცირე, მაგრამ დამაჯერებელი გარდატეხა უკვე შესამჩნევია. არიან პირველი გამოჯანმრთელებული პატიმრები და შემცირებულია მოთხოვნაც. მიდგომა გვაქვს კომპლექსური. ერთი, რომ ძალიან მძიმე პრობლემის მქონე პაციენტები გადაყვავს სამოქალაქო სექტორში, ნარკოლოგიურ კლინიკებში და იქ მკურნალობთ, საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა, მაგრამ ძალიან ეფექტური და შედეგიანი და მეორე, იგივე ნარკოლოგები, იგივე კლინიკის საუკეთესო ნარკოლოგები მიდიან სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში და ჩვენს ექიმებთან ერთად გეგმავენ უშუალოდ მკურნალობის პროცესს. სამინისტრომ ამგვარი პრობლემების მქონე სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი განაახლა. 3 თვის განმავლობაში უკვე 6-ჯერ შემცირდა სიკვდილიანობაც, რაც შეეხება გამოძიებას. ვითარების კომპლექსური შესწავლის შემდეგ შეფასებები შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.